თავისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმანო და დანო, დღეს ჩვენ წავიკითხეთ მეორე ტიმოთეს ეპისტოლე მეოთხე თავის ფრაგმენტი და ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც მიყვარს მე ახალ აღთქმაში ეს არის რაც დღეს ჩვენ წავიკითხეთ პავლე მოციქულის მიერ გმული. აი ძველი ენით ასე გამოითქმის ეს. მე აც ესერა შევიწირვები და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისა მოიწია ღვაწლი კეთილი მომიღვაწებიეს სრბაი აღმისრულებიეს სარწმუნოებაი დამიმარხავს ამიერიდან მიმელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესაშინა მართალმან მამ საჯულმა არა ხოლო თუ მე არამედ ყოველთა რომელთა შეიყვარეს გამოჩინებაი მის მართლა ჩემო ძვირფასო რა არის ცხოვრება ეს ამაოება ჩემო ძვირფასებო ვიბადებით თუ არა ჯერ მუცელში ვართ და როგორ ლოცულობს ხო მშობლები და ოღონდ გადარჩეს და ოღონდ არ მოწყდეს და ოღონდ დავიბადებით და მე იმას ვფიქრობთ ბავშვი რომ დაიბადება რომ როგორ გაიზრდება და სულობ და მე გაიზრდება და მე მოკლედ სულ ასეთი ადამიანი ყოველ წამს რუსთაველის ფილოსოფია ცდების და ცდების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისა ეს ქრისტიანული ფილოსოფია ჩემო ძვირფასო და დავით წინასწარმეტყველი ამბობს რომ თუ მანამდე არ გახვედი იქ ბავშვობაში ახალგაზრდობაში და ასე შემდეგ ჩვენი ცხოვრება არის 70 წელი და უმრავლესობა შრომა, ტანჯვა, წამება და ასე შემდეგ პრობლემებით სავს და თუ ფიზიკურად ძლიერი ხარ 80 წელი ეს არის ჩვენი ცხოვრება და მე ხომ თავდები ეს ყველა ამიტომ საერთოდ ყველაფერი ამოება სიკეთისა და ღვთის თამამისებისა და სიკეთის გარდა და ესე იგი მიყვარს ეს ადგილი იმიტომ რომ პავლე საოცარი ადამიანი იყო და თქვენ იცით რომ იოანე ოქროპირიც ამბობს ესე იგი ყველა სიკეთე რაც კი ადამიანში არის პავლეს ჰქონდა უხვად ყველაფერი ერთად არიან წმინდანები რომ ჰქონდათ ლოცვის ღვაწლი არიან ისეთ წმინდანები რომ მოწყალების ღვაწლი ისეთ წმინდანები არიან რომ ქადაგების ღვაწლის და ასე შემდეგ პავლეს ერთად ჰქონდა სულ ყველაფერი საოცარი რატომ იმართლა ღმერთმა ჩემო ძვირფასო ერთ-ერთი ამოხსნა ამ საიდუმლოსი არის ის რომ პავლეს უყვარდა ყველა ადამიანი ამიგეთ და პავლე მარტო თავისთვის არ ზრუნავდა აი ნახეთ ფილიპელთან ეპისტოლეში მან პირდაპირ მოგცა როგორ ცნება ახალი აღთქმის მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებ არამედ სხვებზეც და პავლე იყო ისეთ საოცარი ადამიანი რომ სხვებზეც ზრუნავდა და წარმოიდგინეთ ვინც ქრისტე უარყო იმ იუდეველებზე მის ძმებზე ნუ მის ესე იგი ებრაელი იყო პავლე და იმდენად უყვარდა ისინიც კი რომ რა თქვა კაცმა ოღონდ მეწარწმებული ხარ ოღონდ ეგეთი გადარჩენილი გამიგე აი აქ უკვე ეგოიზმის უკვე არაფერი ნასახი არ ქონდა პავლეს აი იმიტომ დაჭირდოდა ესეთი ადამიანი მე ჩვენ უნდა დავუსვათ ჩვენ თავს კითხვა ვარ ჩვენ ესეთები თუ მარტო ჩვენ თავზე ვფიქრობ მეგონი ჩვენ ესეთები აი პავლე დაჭირდოდა იმიტომ რომ ესეთი იყო საოცარი იყო სხვებისთვის დებდა თავს და ესე იგი თანამედროვე ენით პავლე ამბობს შემდეგს ნუ ისაც მივხვდი ვინაიდან მე უკვე გამზადებულ ვარ სამსხვერპლოდ ანუ პავლეს თავი მოკვეთეს მაგრამ მარტო ამას აქ აი ეს არ იგულისხმება მარტო იმიტომ რომ ყველა ქრისტიანი ვინც წმინდა ცხოვრობს ვინც ცდილობს იცხოვროს წმინდა და მაგალითი ხდება სხვებისთვის
ყველა გამზადებული არის სამსხვერპლოდ, იმიტომ რომ ყველაზე ხომ მოვტებით ჩვენ ყველა გავალთ ამ თავს მოვჭრიათ რას ვიზამენ, ხომ მოვტებით ჩვეულებრივი სიკვდილით მაინც. დადგა ჩემი წასვლის ჟამი ამბობს პავლე, ეს საოცარი ადგილი ეს საოცარს იმას ვკითხულობ პავლე მოციქულის ეპისტოლიდან. კეთილი ბრძოლით ვიბრძოდიო. ესე იგი თუ ჩვენ კეთილი ბრძოლით ვიბრძვით, ანუ სარწმუნოებისთვის არ გვიღალატია, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კეთილი ბრძოლით ვიბრძოდით და ვიბრძვით. განვლე ასპარეზიო, წმენა შევინარჩუნეო, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ წმენას კარგავს ხალხი, ხო? რამდენია იწყებს ეკლესიურა და მე აღარ გადის, დაგარგა წმენა. ესე იგი, ბოროტი იმდენად იბრძვის ჩემო ძვირფასო და ისეთ მანქანებით იბრძვის, ისეთ ნიუანსებით გვებრძვის, რომ ადვილად გვამარცხებს. ამიტომ მუდამ მაცხარე, ამიტომ ამბობს, რომ ესე იგი სასუფეველი ღვთისა გამოიტაცების, ანუ ესე კი არ ხდება ღვთის სასუფეველში შესვლა. გამოიტაცების, იმიტომ რომ გინდა აპარტამნებას ვერთმო, ესე უნდა ებრძოლო აპარტამნებას, აგერ კაცს ქალი უნდა, მრუშობა უნდა ებრძოლო, ხო ამ მრუშობა თავის თუ არ მოვა, რა დაჭირდა, ხო? აშოთ ყურა პალაც, რა დაჭირდა, რომ ესე იგი დაეთმო და ქრისტეს გვერდით დამგარიყო და არა მრუში ქალის გვერდით. რა დაჭირდა, რომ კაცმა აღმოხდა კაცს, რომ რა ბედინი რომ გადაწყვიტა, რომ ამ ქალს შეშვებოდა მემრუშე ქალს, მას წამოწდა ესეთი სიტყვები, რა ბედნიერი ადამიანი რომ მტარიაო, ის ვით მტარიაო, იმდენად დიდი იყო მისი დულობა, მაგრამ ძლია აშოთ. ესე იგი სასუფეველი გამოიტაცებს, ესე კი არა, ესე კი არ ხდება თავისი. ხო და აი და ახლა კი მომელის მე სიმართლის გვიგვინი, გამიგე? რომელსაც მომცემს მე დღეს უფალი მართალი მსაჯული და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც სიყვარულით ელის მის გამოჩენას. გამიგეთ ჩემო ძვირფასო. აი თავარი მიზანი ჩვენი ცხოვრების. როგორც თქვი, რომ ეს ცხოვრება დამთავრდება და იმიტომ მიყვარს მე სიტყვები, რომ ჩვენც ვემზადებით, ხო ყოველი ადამიანი, ყოველი ქრისტიანი ემზადება სიკვდილისათვის. ვახტანგ გორგასალმა ხო თქვა და ანდერძად დაგვიტოვა, რომ ესე იგი ქრისტეს ვახტანგ გორგასალმა ესეთი ანდერძი დაგვიტოვა, რომ ეძიებდით სიკვდილსა ქრისტესთვის. აი თავი მიზანი ჩემო ძვირფასო ჩვენი ცხოვრების. კი ყველაფერი სანამ ვართ ამ ქვეყნად და გავაკეთოთ ცნებების ფარგლებში, მაგრამ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არის ამავებად. ეხლა პავლე მოციქულის ეპისტოლეები რატო არის მნიშვნელოვანი, ჩემო ძვირფასო? პავლე მოციქულის ეპისტოლეები მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნახეთ, მასში განცხადებული არის ყველაზე მთავარი. ნახეთ, კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში რას ამბობს პავლე? მინდა იცოდეთ და ეს კოლასელებს კი არ ეკუთვნის, კაცო, დღეს უკვე ჩვენ გვეკუთვნის. მინდა იცოდეთ, რამდენი ღვაწლიმას თქვენზე და ყველაზე. ვისაც ხორციელად არ უხილავ ჩემი სახე, რათა ინუგეშონ მათმა გულებმა, ანუ ჩვენ ამჯერად ღვთისა და ქრისტეს საიდუმლოს შეცნობისთვის, რომელშიც დაფარულია სიბრძნის ცოდნის ყველა განცი. ანუ ქრისტიანობაში, მოძღვრებაში დაფარულია ღვთის საიდუმლო, ღვთის ნება. ხოლო ამას ჩვენ გვამცნობს პავლე. გამიგეთ? იმიტომ პავლე მოციქულის ეპისტოლებს უდიდესი ზეგავლენა ადამიანს. გამიგეთ? აი მაგალითად თქვენ ხო გახსოვთ მეფე აგრიპა, იროდე, რამოდენიმე იროდე იყო და ყველა ცუდი იყო. მაგრამ შედარებით კარგი, იყო ეს მეფე აგრიპა, იროდი და უსმენდა პავლეს და ნახე, პავლეს უსმენდა და რა წამოწდა. ანუ პავლემ იროდიც კი მოაქცია, აგრიპა უთხრა პავლეს, ცოტაც პავლე და ქრისტიანად მაქცევ მეორე. ხედავთ რა გავლენა პავლეს
ეპისტოლეებს და პავლეს სიტყვას, რომ ისეთი ტიპაჟი, როგორიც იროდი აგრიპა იყო, ისიც კი მოიქცა ქრისტიანობას. იმანაც მიიღო, მაგრამ მე ახლა თავისი ცოტაც და ქრისტიანად მაგცელდა პავლე. ხედავთ რა გავლენა ჰქონდა. მე გახსოვთ პირველ მოწამე თეკლა, ის ფანჯრიდან ისმენდა, საერთოდ არ იყო ქრისტიანი წარმართი, ფანჯრიდან ისმენდა პავლე მოციქულის სიტყვებს და ისე იმოქმედა, რომ გახდა მისი, ესე იგი, საერთოდ გახდა პირველი მოწამე ქალი ქრისტიანი. ლიდია გახსოვთ, ლიდია მოისმინა პავლეს გადაგება და მოიქცა პირველი ევროპელი ქრისტიანი ქალი ლიდია. ხატიც გვაქვს და სხვათა შორის ლიდიასთან ლოცვით ძალიან ბევრმა მითხრა, რომ ოჯახი შევქმნითო. შემდეგ როგორი ზეგავლენა ჰქონდა მაგალითად უდიდესი შემდგომ უკვე მესამე საუკუნის ევგენია რომაელი, უდიდესი წმინდანი და ევგენია რომაელი მოექცა პავლე მოციქულის ეპისტოლების შემთხვევით ჩაუვარდა ხელში, წაიკითხა და შეიცნო ღმერთი. აი ახლა იყო სცენება ერთ-ერთ კვირას დომნა ქურუმისა, რომელმაც წაიკითხა პავლე მოციქულის საქმე, მოციქულთა ცხოვრება, ჩაუვარდა ხელში ეპისტოლეები და იმ წამსვე მოიქცა, იმ წამსვე გახდა ქრისტიანი. ისეთი ზეგავლენა ჰქონდა. ხოლო საქმეს მე-18-ში ჩვენ ვკითხულობ, კორინთელთა სინაგოგაში ყოველ შაბათს საუბრობდა და არწმუნებდა პავლე ებრაელებსა და ბერძნებს. ხედავთ რა ძალა პავლე მოციქულის ეპისტოლეებს. ამით ეს ახლა ერთი მაგალითი მოვიყვანეთ, თორემ სულ საქმე მოციქულთაში ყველგან სადაც გადაგებდა, მარტო სასწაულებით კი არა, პავლე მოციქულის სიტყვით ხალხი იღებდა ქრისტიანობას ჩემო ძვირფასები. აი ესეთი უდიდესი ძალა აქვს, ესე იგი უდიდესი ძალა აქვს პავლე მოციქულის ესე იგი ეპისტოლეებს და კიდევ ერთი მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენ საქმე მოციქულთას დავიმახსოვროთ მე-27 მუხლში, რომ პავლეს მოციქულის ეპისტოლეებში აი ნახეთ რა არის პავლე ამბობს, არ დამიტოვებია გაუცხადებლად ღვთის ყოველი ნება. ესე იგი ღვთის ნება განცხადებულია პავლე მოციქულის ეპისტოლეებში ძმაო და და ესე იგი აი ეს მინდოდა მე დღეს მეთქვა ჩემო ძვირფასებო, ესე იგი ეს მინდოდა მეთქვა და პავლე მოციქული მრავალ ადგილზე ამბობს, რომ მობაძავ ჩემ და იყავით, ესეც არის ახალი აღთქმის ერთ-ერთი საოცარი ცნება და ეს ახალი აღთქმის საოცარი ცნება და აი ჩვენ ზოგიერთი ამბობს, როგორ კადრიელდებით პავლე მოციქულს, როგორ უნდა მიბაძოთ ცნება, ჩემო ძვირფასებო, ესეთი მოცემული პირდაპირ, რომ პავლე მოციქულს მიბაძოთ და ამიტომ უნდა მივბაძოთ. აი ნახეთ ოქროპირი რას წერს, ღვთაებრივი ოქროპირი წერს, რომ ამრიგად გავიაზროთ ეს ყველაფერი და გავხსნებდეთ. პავლეც ადამიანი იყო, მას ბუნებაც ჩვენაირი ჰქონდა და სხვა დანარჩენით, მაგრამ ვინაიდან ქრისტესადმი უდიდესი სიყვარული გამოავლინა, ცაზე მაღლა ავიდა და ანგელოზებთან დადგა. მას თუ კი მოისურვებ, ოდნავ მაინც ავმალდეთ და გავაღმივოთ ჩვენში ეს ცეცხლი, მაშინ ჩვენ შეგვეძლება წმინდა პავლეს მივბაძოთ. ეს რომ შეუძლებელი ყოფილიყო, პავლე არ შესძახებდა, ლოცავ ძმანო, მობაძავ ჩემ დაიყავი. მობაძავ ჩემ დაიყავი, მარტო კორინთელთას მე-4-ში კი არა, კორინთელთას მე-11-შიც იმეორებს, ფილიპელთა მე-3-შიც, მეორე თესალონიკელთა მე-3-შიც და მრავალ ადგილზე კიდევ სხვაგან. ამგვარად მხოლოდ მოახტოვანდები, ნურც მხოლოდ განსვიფდები, არამედ მივბაძოთ კიდევაც პავლეს. აი ეს მინდოდა დღეს, რაც მინდოდა მეთქვა ჩემო ძვირფასებო
პავლე მოციქულის როგორც გიორგი მთაწმინდესეული თარგმანი აუცილებლად უნდა წავიკითხოთ, იქ არის სულიწმინდი თარგმნილია ის, ასევე ჩვენ თანამედროვე ენითაც ეს ორივე ეპისტოლები ძველი ენითაც უნდა ვიკითხოთ და ახალი ენითაც უნდა ვიკითხოთ და ასეაც წმინდა მამების მიერ გადმოცემული, რომ იმდენად დიდი ზეგავლენა პავლე მოციქულის ეპისტოლეებს, რომ იგი გამოგვიყვანს ყველა პრობლემიდან, რაც კი ქრისტიანს აქვს. იქ ჩვენ უნდა ვიკითხოთ, შეიძლება იმ მომენტში ვერ მივხვდეთ, კიდევ ვიკითხოთ და როდესაც პავლე მოციქული დაინახავს, რომ ჩვენ არ ვეშვებით და გვინდა, როგორც თვითონ წერს, გვინდა ღვთისნება გავიგოთ და ეს ღვთისნება პავლე მოციქულის ეპისტოლეებშია გადმოცემული, მაშინ გაგვიხსნის გონებას პავლე მოციქულის მეოხებით და ჩვენ ისე დიდ სარგებელს მივიღებთ პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან, როგორც სხვა წმინდანებმა და გამოგვადგება იგი, როგორც ამ ქვეყნად, გამოგვადგება მარადიული ნეტარ ცხოვრებაში. ერთადერთი რაც მინდა ახლა ჩემო ძვირფასებო დავამატო, მინდოდა უკვე კაიხანია ზაფხულიდან მოყოლებული და რაღაცნაირად ვერ მოვახერხე თავიდან ამოვარდებოდა და ასე შემდეგ, მე მინდა ერთი რამ თქვა, ესე იგი ეს თითქოს სხვა თემას ეხება, მაგრამ თქვა აუცილებლად, რომ ჩვენ ტაძარში ნორმალურად არის, არ არის ხმაური წირვის დროს და რაღაც ასეთი მაგიამაინც, მაგრამ არის რაღაც აი ზოგჯერ ხდება ხოლმე განსაკუთრებით ზიარების წინ, ბავშვების შემოყვავ და ასე შემდეგ და მე მინდა თქვა შემდეგი რამ. დიდი ხანია მინდოდა და ერთი სასულიერო პირი გამოვიდა ხა ტელევიზიით და ამან აფიქრებინა კიდე რომ როგორმე ჩამერთო ეს და მე თქვა ამის შესახებ, რომ ტაძარში ხმაურის შესახებ. ესე იგი არის ორი მიდგომა. არის ზოგიერთი სასულიერო პირი, როგორც ეთქობა, ამ საკითხს ესე უდგება, რომ ძალიან კაცი და ჩვენ მოსწრებული ვართ ერთ ტაძარში ისეთ რამეს, რომ ეს ერთი უკიდურესობა. ესე იგი, იყო რაღაც ჯგუფები ყავდა ეთქობა დაყენებული და რაღაც ამ სათელს რა ვიცი იფიქრებდა რომ რაღაც არასწორად ლოცულობ არა მოვარდებოდა ერთი ორი კაცი და აი როგორც ბოდიში მაპატიეთ, მაგრამ რომ გამოხატო, როგორც გესტაპო რაღაცა ესე ჩაწეხელი, აწეხელი, იგდადეკი, აგდადეკი, ეს როგორ შეიძლება ჩემს ძვირფას ამას ჯობია შედარებით ხმაური იყოს და ასე შემდეგ ტაძარში აღარ შეისრულებოდა ერთი კაცი გამოვიდა ამ ტაძარში აღარ შემოვიდა. ეს რა წესრიგია? ეს როგორ შეიძლება? მაგრამ არის მეორე მიდგომა, რომ საერთოდ მიშვებულია და არის როგორ ბაზარი, ესეც არ შეიძლება, როგორ შეიძლება ღვთისმსახურების დროს ესეთი რამ. მაგრამ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ რაღაცა ესეთი ხმაური იქნა რაღაცა უფრო მომეტებული, სასულიერო პირმა სტიხაროსება უნდა გაგაფრთხილოთ და აღეცხინოთ. მაგრამ გაგაფრთხილოთ ესე მობიერა, ზომიერა, რომ თქვა, რომ ნუ ესე იგი ხმაური. იმიტომ რომ არ შეიძლება ტაძარში ხმაური. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ გასუსულები ვიყოთ, რომ დაიწყება მრწამს და სანამ არ შეიწირება მსხვერპლი ჩემო ძვირფასებო, ანუ ღირსაცის გალობით თავდება ეს ევქარისტიული კანონი. აი ამ დროს უხილავად ჩვენ ამას ვერ ხედავთ, მაგრამ წმინდანები ხედავდნენ ამას, მაგალითად ეპიფანე კვიპრელი, ამ დროს მთელი ზეცა გარდამოდის საკურთხეველში, ქრისტემთან, ანგელოზებთან ერთად, ღვთისმშობელი წმინდანებთან ერთად და ამ დროს უდიდესი აი ესეთი მოგზავება საჭირო და ამ დროს ერთმანეთსაც არ გადახედოთ, არ ელაპარაკოთ, ეცადეთ ოდნავ თავდადრიგით, აი ესე უსმინოთ ლოცვას და ესე თაყვანივცეთ ღმერთს. აი ესე მინდოდა მე ორი უკიდურესობა, ერთი რომ ის რაც ახსენე ეს არ შეიძლება და მიუღებელია, თორე ეს ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ ეს არ შეიძლება და მე ამიტომ მოგვეხმარეთ, ერთმანეთს მოვეხმაროთ, რომ ღვთისმსახურების დროს იყოს სიჩუმე. ჩვენთან ახსნეთ, ჯვარი გამოიწვია.
დღეს საღამოს ლოცვა იქნება და წყალი იკურთხება და ხვალ დღეს 4-ზე იქნება ლოცვა და იკურთხება დღეს. მაგრამ ნუ ხვალეც იკურთხება, რაც თავი ხვალეც იქნება დღეს თუ ვერ მოახერხებთ ხვალ 9-ზე დაიწყება, 9-ის ნახევარზე დაიწყება ცისკარი, 10-ის ნახევარზე დაიწყება წირვა და მოვაბამთ პირდაპირ წყლის კურთხევა.